დავიბადე მთაწმინდაზე იტალიურ ეზოში, სადაც რუსი, სომეხი, ქურთი, ქართველი და მრავალი სხვა ეთნოსი თბილისურ გარემოში თანაცხოვრობდაო. ესეც ძალიან გამოგვარჩევს, მე ასე მგონია. მეც ასეთ ეზოში გავიზარდე. მთაწმინდაზე არა, მაგრამ ვარკეთილში, მაგრამ უამრავი ეროვნების ადამიანი იყო და აპერიკა მყავდა ძმაკაცი, გასანა იყო კიდე. გახსენდებათ რამე ბავშვობის ისტორიები, აი ეზოში? ხო, ეზოს ისტორია. იცი როგორ აი ჭადრების სუნივით არის ჩემთვის მიშველის ისტორია. იმიტომ რომ როდესაც ის უბრალოდ ხედავ და ვგრძნობ, აი გადმოცემაც კი ძალიან მიჭირს. ეხლა ვიზუალური ის რო გაქვს რა მეხსიერება. რომ ხანდახან არის რომ მახსენდება, შემიძლია 10 წუთი იყო გაშეშებული და იმ ყველაფერს უყურებდი როგორც კინოკადრებს. ეს მე მგონი ყველას ადამიანს ახასიათებს. ხო, ну დიდხანს არ უნდა შეჩერდე იქ და იმ ეზოში არ უნდა დარჩე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ეს იყო ძალიან ძვირფასი პერიოდი შენ ცხოვრებაში, ბავშვობაშიც ეს ყოველს ძვირფასია. ყველაზე ისეთი უსაფრთხო ადგილია შენ მოგონებაში რა რო გახსენდება, მაგრამ ეს კიდე იყო განსაკუთრებული რა ამ ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის კიდე, იმიტომ რომ იმხელა თავისუფლება იყო ურთიერთობლივი. და ეს ეზოში მაგალითად იმდენად განსხვავებული ხალხი ერთად თანამცხოვრობდნენ. ეს ვარდების ეზოში ერთი ადამიანი ყავდა, რომელიც ვარდებს სული და ბავშვები ამ ვარდებს აფუჭებდნენ. ჩვეულებრივი კლასიკური ჩვენი ეზო, რაც არის ყველაფერი. ეს ადამიანები მე ერთმანეთთან როგორ ურთიერთობდნენ, როგორი თანადგომა იყო, შეიძლება ძალიან კლიშედ ისმოდეს, მაგრამ ის რაც ადამიანებს ძალიან აერთიანებდათ, ეს ყველაფერი იყო ამ ეზოში, სადაც ვიყავ.